წარმოიდგინეთ მსოფლიო ოკეანის უძირო წიაღი. იმაზე ღრმად ვიდრე ნებისმიერი წყალქვეშა ნავი ჩადის. სწორედ იქ 7 კილომეტრის სიღრმეზე დედამიწის ახალი კანი ოკეანური ქერქი იბადება. ეს არის ჩვენი პლანეტის ყველაზე თხელი, მაგრამ უმყარესი ნაწილი, რომელიც მუდმივ მოძრაობასა და ტრანსფორმაციაშია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ოკეანური ქერქის საოცარ ციკლზე. ყველაფერი იწყება ოკეანის ფსკერზე, შუაოკეანურ ქედებზე. აქ, სადაც ტექტონიკური ფილები ერთმანეთს შორდებიან, დედამიწის წიაღიდან გარვარებული მაგმა ამოდის. წყალთან კონტაქტისას ის წამებში ცივდება და წარმოქმნის ახალ ღარქანს, ბაზალტს. ასე იბადება ოკეანური ქერქი, ის თითქოს იზრდება ამ ქედებიდან და მუდმივად აფართოებს ოკეანის ფსკერს. ამ პროცესს განვრცობა სპრედინგი ჰქვია. მაგრამ დედამიწა არ ფართოვდება. თუ სადღაც ქერქი იბადება, სადღაც ის უნდა მოკვდეს. მილიონობით წლის მოგზაურობის შემდეგ ოკეანური ქერქი, რომელიც უფრო მკვრივი და მძიმეა, ვიდრე კონტინენტური, ეჯახება ამ უკანასკნელს. ის ყვინთავს კონტინენტის ქვეშ, ღრმად მანტიაში, სადაც ისევდნება და მაგმად იქცევა. ამ პროცესს სუბდუქცია ჰქვია და ის ვულკანური ამოფრქვევებისა და მიწის ცვრების მიზეზია. ოკეანური ქერქი, ეს დედამიწის მუდმივი განახლებისა და ცირკულაციის სიმბოლოა. ის გვაჩვენებს, რომ ჩვენი პლანეტა ცოცხალი და დინამიური სისტემაა. გამოიწერეთ არხი, რომ ერთად ამოვიცნოთ დედამიწის სხვა სიღრმისეული საიდუმლოებები. შეხვედრამდე.